მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროფსიქოლოგიაში წონის პრობლემა, ზედმეტი წონის პრობლემა როგორ აიხსნება და რა მეთოდოლოგია არის მასთან გასამკლავებლად, ამაზე მინდა დღეს პატარა ვიდეო ჩაგწეროთ. ზოგადად არ წავალ ახლა მე ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმები და პრობლემები, რის გამოც შეიძლება ჭარბი წონა იყოს და ყველას გქონია პერიოდულად ესეთი პრობლემები, როდესაც ან იმაზე მეტად გვაქვს მომატებული მაგალითად წონაში, ან სადღაც საერთოდ გაგვექცევა კიდეც წონა და შემდგომ შეიძლება ან ოპერაციებზე იფიქრონ, ეს უკვე როდესაც ძალიან გართულებული არის პრობლემა. შეიძლება იყოს იქ შაქრის პრობლემა, ანუ სამედიცინო კუთხით და ფსიქოლოგიური კუთხით იმდენად არ ჩავღრმავდები, რამდენადაც ასტროლოგიაში. ზოგადად როგორ ხედავთ ამ პრობლემას, ხო? ზოგადად რასთან არის დაკავშირებული? საერთოდ გვაქვს ასტროლოგიაში სახლები, მეორე სახლი, მეექვსე სახლი, ვენერას ენერგია მაგალითად, ხო? ქალწულის ენერგია, რომელიც პირდაპირ არის სიამოვნების მიღება, ვენერა მეორე სახლი ჩვენთან სიმბოლურად ამას განასახიერებს და მეექვსე სახლი ეს არის რუტინა, მაგალითად სწორი კვების რეჟიმი და ამ შემდეგ. მაგრამ აქ მთავარი ფაქტორი როგორც წესი, თუნდაც ჩემი პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ძალიან მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ხედავთ ხოლმე ჭარბი წონის პრობლემას, რა თქმა უნდა, იქ ჩანს ფსიქოლოგიური, დაცვითი მექანიზმები, თქვათ, იქ რაღაცა კუთხით არის ხშირად, რომ სიამოვნებას ვერ ვიღებ ცხოვრებაში და საჭმელი არის ჩემთვის სიამოვნება, გასაგებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, აქ თერაპიულად უნდა ადამიანს ამის გავლა თუ ჩაღრმავება ფსიქოანალიზის კუთხით, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ, რაზეც არ უნდა ვიმუშაოთ, მაინც გავდივართ მარტივ, მოდით ესე ვთქვათ, ასტროლოგიაში სატურნის ფუნქციაზე. და სატურნის ფუნქცია რა არის? საერთოდ ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით, რომ კი შეიძლება იქ მეორე სახლი არის დაზიანებული, მეექვსე სახლი არის დაზიანებული, ან რთულად არის, ხო? და სადღაც პერიოდულად ცხოვრების მომენტებში კრიზისები იჩენს ხოლმე თავს და შემდეგ ეს სახლები აქტიურდება უკვე უკონტროლოდ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ თერაპიაზე დაუსრულებლად, ვარკვიოთ მიზეზები, რატო გვაქვს წონის პრობლემა, მივხვდეთ ამას, ჩავრთოთ მთელი რუტინა, როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ, ხო, სიამოვნების, ანუ ორალური ფიქსაცია, ესე რომ ვთქვათ, ჩავანაცვლოთ, რამე სხვა ჯანსაღი, რეალური შინაგან მეს რაც უნდა იმ სიამოვნებით. მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში დაგჭირდება სატურნის ენერგია აქ, ხო? სატურნის ენერგია ეს არის ჩვენთან ასტროლოგიაში, ხა წინაზე ვრცელი ვიდეო მქონდა სატურნზე, როგორც კარმულ ასპექტების მთავარ გამომხატველზე. მაგრამ სატურნის ფუნქცია არის ჩვენთან, მეგობრებო, დისციპლინა, რუტინა და სატურნთან ერთად შეგვიძლია შემოვიტანოთ, რატო არის სატურნი მერწყულის ზონაში ყველაზე კარგად მართავს, ხო? სატურნი მერწყულში, თანამართველი არის, ხო, ფაქტიურად. იმიტომ რომ მერწყული ჩვენთან ურანის ენერგია ერთ ეს არის მომავალი და სატურნი არის დისციპლინა. ანუ მე თუ მომავალში არ მაქვს ხედვა, რატო ვარ დღეს შეზღუდვებში, ხო, აბსოლუტურად, ანუ მიზანი თუ არა მაქვს ამ შეზღუდვების, მე ფაქტობრივად აზრს კარგავ შეზღუდვების, ხო? და მიზანი ეს არის მომავალი და წარსული უნდა იყოს ერთად მყარად. მე დღეს, როდესაც მთელი რუტინით მივყვებ ყველაფერს, რომ მომავალში კარგად ვიყო, სიტყვაზე, ხო? ან მომავალი უბრალოდ გქონდეს, ეს არის ჩვენთან სინთეზი ურანის და სატურნის. როდესაც მაგალითად მე მაქვს წონის პრობლემა, ეს ასტროფსიქოლოგიურად გეუბნებით, ეს უკვე ნიშნავს, რომ მე სადღაც გამექცა დრო და სივრცე, სატურნი დროს მართავს და სივრცეს. სადღაც გამექცა დრო, სადღაც გამექცა ჩემ თავთან კონტაქტი. იმიტომ რომ ნებისმიერი ქაოსი, უკონტროლობა, ჩვენთან ეს ურანული ენერგია არის, ოღონდ რომელსაც სატურნული ენერგია თან არ ახლავს. უკონტროლობა და ქაოსი. ეს არის რეალურად ასტროფსიქოლოგიაში რო ჩავღრმავდეთ, მთავარი მიზეზი ხოლმე წონა რატო გაგვექცევა. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, კიდევ გეუბნებით, იქ სიამოვნებას ვერ ვიღებ ცხოვრებისგან, იქ ან შეყვარებული არ ამყავს, ან სავსე ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ის მიზეზები, როდესაც, მიშვებული მყავს ასევე ვუშვებ ჩემს დისციპლინას კვების კუთხით. ნებისმიერი თერაპიული, ისე დაგეგმილი სეანსების მერე მაინც გვჭირდება სატურნის მოხმობა, სატურნის ენერგიის ჩართვა. სატურნის ენერგია ჩვენთან ეს არის, ძელვადიან პერსპექტივაში მე უნდა დავიწყო რუტინა,
და ეს რუტინა იმას კი არ გულისხმობს მარტო ქალწულ რუტინას. ეს არის პასუხისგებლობა, ანუ სინთეზს ვიღებთ აქ რამდენიმე პლანეტა, რამდენიმე სახლი ერთად არის ხოლმე ჩართული და როდესაც კვების პრობლემები შემოდის, იქ ირღვევა მთლიანად ეს სისტემა. შეიძლება მე მაგალითად კვების პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მაქვს არაჯანსაღი კვების პრობლემა. შეიძლება ისეთ რაღაცებს ჭემდე, რაც ჩემთვის საწყენი იყოს და მე შეიძლება ცუდად ხდებოდა. ეს ჩემთან უფრო ახლოს არის ხოლმე როგორც წესი, ხო? პირადი განცდილებით რო გითხრათ. ანუ არ აქვს აქ მაინც მნიშვნელობა აქ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული თუ კვებასა წონასთან არის დაკავშირებული. ორივესთან მაინც სატურნის მოხმობა გვჭირდება. სატურნის მოხმობა რა არის? რატო შეიძლება სატურნის პრობლემა გქონდეს? როდესაც მე ემოციურად დატვირთული ვარ უამრავი ადამიანის პრობლემებით, სატურნი გარკვეულწილად ასაკს პასუხისგებლობას გუმატებს, ხო? ასაკთან შესაბამისობაში ასაკში რომ ადამიანის პასუხისგებლობა უნდა გქონდეს, აი შეიძლება გქონდა ბავშვობაში, მაგალითად და ეხლა შეჩეული ვარ იმას, რომ მე ჩემთან არასდროს არ უნდა უვლიდე. ახლა მე გიყვებით ყველაზე ხშირად ჩემთან რა პრობლემებიც აქვს ხოლმე. და ამავე დროს რასაც ხედავ ხოლმე ხშირად დაზიანებულს, ყოველთვის არის სატურნე გამოსული მწყობრიდან, ან ნეგატიურ ასპექტებში. როცა სატურნი არის ნეგატიურად ჩართული, ან ურანთან არის ასპექტირებული ნეგატიურად, ნეპტუნთან არის ასპექტირებული, ყოველთვის არის რომ სადღაც გამექცა მომავალი, სადღაც გამვიქეცი უკონტროლობაში, ან ურანში გადავედი, აი კვადრატურა თუ არის, ოპოზიცია თუ არის ურანთან, ან შეერთება თუ არის, ან შეიძლება ნეპტუნთან დავიკარგე სადღაც, ქაოსში დავიკარგე, ხო სადღაც და როგორც წესი ან კვადრატები აქვს სატურნის უბრალოდ. ეს ნიშნავს უკვე რომ მე არ ვიცი როგორ მოვარო ჩემთანს, რამდენადაც იქ დიდი ვარ და პასუხისგებლობები და ყველა ჩემს კისერზე მგონია რომ არიან. ყველაზე მთავარი ჩემი თავი არ მყავს ხელში. ეს არის ჰარმონიული სატურნის შემთხვევაში ადამიანი თვითონ რაც ეხება მარტო იმას კიდებს ხელს და ძალიან ადვილად შეუძლია დისციპლინა და რუტინა დაიცვას. ნეგატიური სატურნის შემთხვევაში ეს პრობლემა არის. იმიტომ რომ აი ის დისციპლინა და ის თვითზრუნვა, მოდით აი სატურნის ოპოზიციური ენერგია, ეს მთვარის ენერგია, ახო კერჩხებული ენერგია არის და პირდაპირ ზრუნვასთან გავდივართ. აი თხის რქის ენერგიაში, როდესაც არის ბევრი პლანეტები, მაგალითად, ავტომატურად აქტივირდება კერჩხების ენერგია. ანუ შეიძლება აი ამ რაღაც შინაგან სიცივეში მაგვდეს ემოციურობა, მგრძნობელობა, ფსიქოლოგიური უნარები. აი სატურნის შემთხვევაში, როცა არის ნეგატიური ასპექტები, აქ არის პირდაპირ ზრუნვის პრობლემა, ახლა საკუთარი თავის მიმართ. რაც არ უნდა თქვენ ფსიქოლოგიურად გაცნობიეროთ, ის ჩემ თავსაც ეხება გარკვეულწილად. მაინც მოგიწევთ ხელი მოკიდოთ თქვენ თავს და დაიცვათ მარტივი, აი ხელში რო აღვიყვანთ თავს, ეს არის სატურნის მთავარი იმპულსები. მაინც მოგიწევთ ამის გაკეთება. ან არ მოგიწევთ და იქნებით ვთქვათ ამ რეჟიმში როგორ შეწყართ და სატურნს უყვარს შინაგანა თვითგვემა მე, რომ აი სადღაც ქვეცნობიერად ადამიანი გრძნობს წონაზე არის იმხელა პრობლემა შინაგანად. უფრო იმაზე არის, რომ აი ეს წონა სინამდვილე სიმბოლიზირებული არის ჩემი უდისციპლინირებულობის ან კონტროლის ხელიდან გაშვებს. მე ჩემ თავს ვერ ვაკონტროლებ. გადავდივართ აქ ჩვილის პოზიციაში. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ჭარბწონიანები, მეც ყოფილი ვარ სადღაც მანდან ყალთეს გაქეს პერიოდები, რომ სადღაც სერიოზულად შეიძლება მოვიმატოთ, მე სერიოზულად დავიკლოთ. ან ეს ციკლები ყოველთვის არიან, იმას კი არ ნიშნავს, მაგრამ როდესაც არის ის პერიოდი, რომ მე უკვე შევეგუე, მოვდუნდი და ან ვერ შევამჩნიერო წონი სერიოზული პრობლემა მაქვს აქ 30 კილოზე, საუბრობ 50 კილოზე, 40 კილოზე სიტყვაზე, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ მე ვარ ჩვილის მდგომარეობაში და საჭიროებს სინამდვილეში აი გარემოს ვეუბნები, რომ მე დახმარება მჭირდება. მე ზრუნვა მჭირდება, მე მოვლა მჭირდება, იმიტომ რომ მე ძალიან დავიხალე რაღაცით. და საქმეც იმაშია, რომ ვერავინ ვერ მოვა ჩვენთან. ან თუ მოვლენ და ან სწორი კვებით, მაგალითად აი ყარიან ხოლმე რომ ან დედა უწყობს ხელს მაგალითად, ან ვინმე, ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ ყოველთვის ვინმეზე იქნება დამოკიდებული ეს ადამიანი. ყოველთვის აი ეს სუფთა სატურნული ენერგია არის. ფსიქოლოგიაც ნუ მსგავსად შეიძლება ხედავს ამას, მაგრამ აი ასტროლოგია კიდე სხვადასხვანაირად უყურებს. აქ არის ის მომენტი, რომ მე სადღაც დამოუკიდებლობა დავკარგე, აღარ ვარ დამოუკიდებელი, იმიტომ რომ სულ სხვის დახმარებას საჭიროებ. ფსიქოლოგიურად შეიძლება არც არავინ არ მეხმარება, მაგრამ ვეც ვერ ვეხმარები ჩემ თავს. ანუ ეს არის
ფსიქიკაში წარმოიდგინეთ, აი პატარა ბავშვი რო ჩაგვაბარო, ვერ მოუაროთ, პასუხისგებლობა არ ავიღოთ მასზე. და ვხედავდეთ, როგორც ცუდად გამოიყურება, ან მოსავლელი, ან ჭუჭყიანია, ან ფიერია. აი, დაახლოებით ესე აღიქვამს შინაგანი ბავშვი ჩვენი აი ამ ჩვენს მოულელობას. და რატომ ხალხგანებით შეიძლება აქ წონა იმდენად არ იყოს პრობლემა, თუმცა აქ რაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, ბევრი კუთხით პრობლემა არის, ხო, გინდ ქალებში, გინდ კაცებში. მაინც აქ გავდივართ იმაზე, რომ ქვეცნობიერს სატურნის ენერგია არის რა, რომ მე რო რაღაცას ვერ უმართავ, მე რო რაღაცაში არ ვარ, აი ხერხემალი სატურნის ენერგია არის, ხო, აი არ ვფლობ რაღაც, არ ვაკონტროლებ რაღაცას მაგალითად, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ მე უნარო ვარ, მე ზარმაცი ვარ ბჭყალებში, სიზარმაცეს ყოველთვის სატურნთან ვაიგივებთ და ზოგჯერ ამბობენ კიდეც, რომ აი мотиваცია არ მაქვს, მე რატომ უნდა დავიკლო, პრობლემას ვერ ხედავ, ხო? ესეც არის დეპრესია შინაგანი, სატურნული დეპრესია, ოღონდ არა კლასიკური ფსიქოლოგიური დეპრესია, სატურნული აპათიაში გადასული ფსიქოტიპი, რომ ის ვერ ხედავს мотиваციას, რატო უნდა დაიკლოს, რატო უნდა იყოს ფორმაში, რატო უნდა იცხოვროს, შემოვიდეს მატერიაში, შეიგრძნოს მატერიის მთელი სისავსით მთელი ყველაფერი, ხო, ემოციები. აი აქ არის უარის თქმა, ანუ ფარულ დეპრესიას ვეძახით ხოლმე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არის აი როცა ქცევაზე ორიენტირებულ თერაპიას ვამბობთ ხოლმე მაგალითად, შეიძლება შინაგანად იყოს რაღაც დეპრესიული მომენტი, ქვეცნობიერში იყოს რაღაც წინაინკარნაციული დარდი, მშობლებზე დარდი, ცხოვრებაზე დარდი, პირად ცხოვრებაზე დარდი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს. მაგრამ ქცევაზე ორიენტირებული თერაპიით, ეხლა მე ასტროლოგიური კუთხით ვამბობ და არა კლასიკური ფსიქოლოგიით, ხო? შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ ცხოვრებაზე, ანუ мотиваცია გაუჩინოთ ჩვენ თავს. აი ეს არის როგორ რაღაც იცით, რომ სადღაც აი მატერიაში შემოსვლა სატურნის ენერგია რა არის მატერიაში შემოსვლა? მე მატერიაში ვიყენებ მაგალითად გეგმავ რეჟიმს კვების, მაგალითად ვიწყებ სეირნობას, მაგალითად ვიწყებ ფიზიკურ აქტივობას, თუმცა წონასთან ფიზიკური აქტივობა გულახდილად რო გითხრათ, ხა უფრო კვება არის აქ მნიშვნელოვანი და არა ვარჯიში მაგალითად, ანუ ის უფრო ენერგიულ ხაცა ცხოვრებაში შესვლას და მოქმედებასთან არის, ფსიქოლოგიურ მოქმედებასთან არის, ხო, უფრო დაკავშირებული და ჯანმრთელობასთან, ვიდრე ახლა უშუალოდ წონის კლებასთან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ რა დაუბრუნდეთ ჩვენ საკუთარ თავს, სიყვარულით, ზრუნვით, და შიდა დახმარებით რაღაცნაირად, ხო? აი ამ აპათიას ვარღვევთ, აი ამ საკუთარ თავის გაუფასურებას, უსიყვარულობას ვარღვევთ, იმიტომ რომ სატურნს სჭირდება კონტროლი ხელში კონდეს. რაც არ უნდა მე იქ სამსახურში ვიჯდე ბოსივით და მქონდეს ფული და მქონდეს ძალაუფლება და გავლენები თუნდაც, ხო, ხალი ვარ მაგალითად და არ მჭირდება არავინ, ხო, მე კარიერულად კარგად. თუ პრობლემები მაქვს იქ წონის ან კვების შეიძლება წონასთან არ მქონდეს პრობლემა, მაგრამ კვებასთან მქონდეს პრობლემა, ხო? რაღაც აი ჩემ პირად აი მატერიასთან კონტაქტი რა, ესე ორალურ ფიქსაციას რომ ვამბობთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირდაპირ ცხოვრების წესი. და ცხოვრების წესი აქ გულისხმობთ ძილი, მაგალითად, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. აი ძალიან მარტივად, ხო? და ის სიცოცხლეში გვაქვს ეს ტრენერების, თქვათ რაღაც ესეთი გაპიარებული თემები, მაგრამ სინამდვილეში ეს პირდაპირ ფსიქოლოგიასთან და ენერგეტიკულ თემებთან მიდის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენერგეტიკა ჩვენი არის აი იმაზე დამოკიდებული, ანუ რამდენად ჩვენ მატერიაში შემოდივართ, რამდენად ჩვენ ფლობთ და ვაკონტროლებთ ამ მატერიას, იმიტომ რომ მატერიალური არის სამყარო, რომ აი მე რო სხეული მაქვს, მას რო ჭირდება ზრუნვა და კვება, ეს ის კი არა, რომ აი სხეულს კვებავ. ეს ნიშნავს, რომ მე სადღაც ვაქტიურობ, ჩემ თავზე ენერგიას ვხარჯავ და ჩემს თავზე ზრუნვას ვხარჯავ. აი აქ არის სიმბოლურად ენერგეტიკულ და ეზოთერულ დონეზე ძალიან ბევრი რამ ჩაქსოვილი. აი როგორი თემა არის, იცით? ეს როდესაც აი სატურნულ ენერგიას გულისხმობთ აქ, ხო? აი კარმულ ვალებს როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, რაც არ უნდა მე რაღაცები ვმართო, მე თუ ვერ მართავ ჩემს სხეულს. იქ ცოტა ისეთი რაღაც გამოდის
არ გამოდის მთლად ნამდვილი სატურნული ენერგიის ჩაქსოვა. შეიძლება კარიერულად ხგანებთ კარგად ვიყოთ, მაგრამ ჩემთვის შეფასება მაინც ყოველთვის იქნება შინაგანად პრობლემური, იმიტომ რომ მე ვიცი, ჩემ აქ ვეცნობიერმა იცის, რომ მე ელემენტარულს ვერ ვაკონტროლებ. ხომ მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს ხელს, ჩემს აპათიას, ჩემს ფარულ დეპრესიას გარკვეულწილად და ჩემს გაჩერებას, ენერგეტიკულ გაჩერებას. ანუ მე თუ რაღაცაზე ენერგიას არ ვხარჯავ, ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის გაჩერება ენერგიის სრულად, ხო? მე არ ვხარჯავ, ანუ ჩემი თავია ესე ენერგოინფორმაციულ სტრუქტურაში რო წარმოვიდგინოთ, აბსოლუტურად არის გაჩერებული. არ არის შესული ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, ფსიქიკის ძალიან ღრმა სტრუქტურებში, აი ეს ენერგია არ არის შესული სიცოცხლეში და მასში არის აპათია. ხშირად უნდა დავინახოთ ხოლმე შინაგანი, აი ცოტა ხელების ჩამოქნება, სადღაც ჩვენ ნაწილში ცხოვრობს აპათიური, დეპრესიული ფიგურა, რომელიც შეიძლება ვერ მიიღო ის, რაც უნდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზუსტად მაგდანაც ვერ იღებს, რაც უნდა, იმიტომ რომ აი ამას თუ არ მომცე, მე არაფერს არ გავაკეთებ. და აი ეს პრინციპი არის, ბავშვური ფსიქოტიპი არის აქ ჩართული და რეალურად ჩვენ თავს ამით გავზრდით, რაც უფრო მოვკიდებთ ჩვენ თავს ხელს და აი ეს უსუსურობის მომენტი, რომ აი ამ წყარზე უარს ვერ ვამბობ, იმაზე უბრალოდ ვერ ვამბობ, ნებისყოფა არა მაქვს. ნებისყოფა და ეს ყველაფერი სიამდილეში მოდის საიდან, რომ მე ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს. მე ხელში არ მიჭერია ჩემი თავი. და მე შეიძლება რაღაცებს ვასწავლიდე, მაგრამ იქ სატურნის ენერგია ირთვება, იმიტომ რომ მე თუ ჩემ თავს ვერ ვაკონტროლებ, როგორ უნდა ვაკონტროლებდე, ან როგორ უნდა ვიღებდე პასუხისგებლობას სხვებზე, ან კარიერაზე, ან სამსახურზე, ან საქმეზე, როდესაც მე ჩემ ხელში ჩემ თავი არ მყავს. ანუ შეიძლება ჩვენ თერაპევტს ვატყუებდეთ, საკუთარ თავს ვატყუებდეთ, მაგრამ კარმას ვერ ვატყუებთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი ჩვენ ამ ყველაფერს ვკიდებთ ხელს, დგებით და კიდევ საკუთარ თავს ხელს, ვიწყებს დაგეგმვას, ეხლა რა არის სწორი კვება მაგალითად, ხო? რომ მე დღეს ვიწყებ ფიქრს, რა უნდა ვჭამო ხვალ, ზეგ, ანუ 2 დღის მასალა უნდა მქონდეს, გეგმა უნდა მქონდეს. აი ძალიან მარტივია ხო სინამდვილეში, გეგმა უნდა მქონდეს და თუ მე ამ გეგმას მივყვები, ოღონდ სატურნულად მუდმივ რეჟიმში ეს არ უნდა იყოს წყვეტა, ეს რაღაც შიმშილობები რო არის, რაღაც 18 საათიანები და რაღაცეები, ხო? სამდრეში სატურნს უყვარს მუდმივი, სტაბილური წყვეტების გარეშე, თუნდაც კვება რა არის, ხო? ეს არის უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. მე თუ ჯანსაღად ვიკვებები სწორ დროს, სწორ პროდუქტებს ვიყენებ, ხო? იქ უნდა იყოს დაბალანსებული კვება და არა აი ეს თანამედროვეობაში რო არის, ხო? ნახშირწყლებით კბილი, მაგალითად, ხო? სხეული არის ისევ ძველ რითმზე, ესე რა ვთქვათ, ხო? უნდა იყოს ჯანსაღი პროდუქტები. ამას ნახეთ, რამდენი დაგეგმა ჭირდება. და ამას ჩასმა ჭირდება რუტინაში. ყოველდღიურ რეჟიმში. მე რო დღეს სწორკვებას ვიწყებ, უნდა ვიცოდე, რომ ეს უნდა იყოს ჩემ ცხოვრების უბრალოდ რეჟიმი. აქ არ გამოვა, იქ გადახტომა, გადმოხტომა დღეს ეს არის, დღეს არა, ეს არის სატურნული ენერგიის პირდაპირ. აი სატურნის ენერგიაზე დაჯდომა, რომ მე ყოველდღიურ რეჟიმში უკვე ეს უნდა იყოს ჩემი ცხოვრების წესი. ამით ვცემე ჩემ თავს პატივს, ამით შევდივარ მატერიასთან კონტაქტზე, მაგალითად, სხეულთან კონტაქტი, მატერიასთან კონტაქტი არის. მე თუ ეს ყველაფერი არ მაქვს, სიამოვნებაში ეს ჩემი სატურნი არის ჰაერში გამოკიდული, ენერგია არ მოდის და ჩემი საქმეებიც ნენელა იქნება გაჩერებული. ან შეიძლება ჩემი საქმე მიდის, მაგრამ ჩემ ქვეცნობილში გროვდება ვალები, ჩემი საკუთარი თავის მიმართ. აი ეს არის მთელი, აი ძალიან მოკლედ მოგიყევით ახლა, მაგრამ მთელი ფილოსოფია ასტროლოგიური, ვინც ჩემთან მოდის ხოლმე, ხო? საბოლოო ჯამში აი ამ სატურნის ენერგიის დაჭერა უჭირთ. ეს არის მუდმივობაში შევქმნა მომავლის დაგეგმაში, შევქმნა მართლა რეალურად ჩემი მომავალი და შევიდე ამ სამყაროსთან კონტაქტში, სხეულის და რუტინის საშუალებით. აქედან მოდის აპათიის დაძლევა, იმიტომ რომ აი აქ უკვე ფსიქოლოგიაში გადავდივართ და დაჯილდოებას იწყებს ჩვენი ტვინი, რომ მე თუ ეს მოვახერხებ, ვერ ამას მოვახერხებ ესე იგი, ხო? დაჯილდოება მიდის აქ ჩვენთან უკვე სადღაც ახალი ძალების ამოქოქვა, ანუ გაჩერებული ენერგიაში უკვე შემოდის სხვა ენერგეტიკული დინებები და
იცვლება რეალურად ჩვენ ცხოვრება. რადიკალურად იცვლება. ყველაზე მთავარი იცვლება ის, რომ ჩვენ ვიზრდებით რეალურად, ფსიქოლოგიურად ვიზრდებით, როცა შენ სატურნს საჭირდება, რომ შენ შეგიძლია საათღა გრძელვადი ამ პერსპექტივაში რაღაცები ალაკეთო სულ. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე თუ რაღაც სისულელებს ვაკეთებ, რომელიც მე არაფერს არ მეხმარება, ან ოდესღაც რაღაცას ვაკეთებდი, იქ ვარ ჩარჩენილი და ეხლა ჩემ თავს არული, მიგდებული მყავს, ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის პრიორიტეტი ის წინა საქმეები და მნიშვნელოვანი არის ჯერ მიხედოს საკუთარ თავს და აქ ჩადოს ძირითადი ენერგია. აი ეს მინდოდა მეგობრებო თქვენთვის მეთქვა, იმიტომ რომ ჩვენთან კვების პრობლემები, წონის პრობლემები ყოველთვის სათმურთან არის დაკავშირებული. აი სიგამხდრე ზედმეტი, ეს ენერგიის კარგვა არის, უკვე ეს ცოტა ცალკე თემა არის. და ამაზეც მე მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მაგრამ ჭარბწონიანობა რა, მე რო ოპერაციებზე მიდიან და მე რაღაცებს ახლა სიანდელეში, აი ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. ძლიერი ტრავმების მიყენების გარეშე საკუთარ თავთან, ხო? და უნდა შეიცვალოს ადამიანმა უკვე მთლიანად ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური პატერნები უნდა შეცვალოს და უნდა ისწავლოს უკვე უბრალოდ მოკიდოს თავის თავს ხელი სერიოზულად. აი ამაში შეიძლება თერაპიაც დაეხმაროს თუ ეხლა თვითონ ვერ უმკლავდება, ან ვინმე დაეხმაროს რაღაც ეტაპზე და მე ჩაიჭდეს უკვე თვითონ რეჟიმში და არა რომ სხვების სატარებელი იყოს ყოველთვის და ყოველთვის სხვებზე იყოს დამოკიდებული, ან ბავშვის პოზიციაში აქ არ უნდა ვარდებოდეს ადამიანი, ხო? ამას დააკვირდით, შეიძლება ბევრისთვის ეს სასარგებლო ინფორმაცია იყოს თქვენთვის, რაც არ უნდა გოგონები თერაპიებზე წახვიდეთ, მაინც აქ მოგიწევთ ხო მოსვლა და რაღაცე ვიაროთ, ეხლა გავთავებლად, რაღაცე დავხარჯათ. ვიარო, მაგრამ თან დავიწყო უკვე ბავშვის პოზიციიდან გამოსვლა და რეალურად დავდგე ფეხზე, რეალურად გავიზარდო და ავიღო პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. ვისწავლა ელემენტარული ზრუნვა საკუთარ თავზე. აი ეს არის ყველაზე მთავარი სატურნული გზავნილი ჩვენთვის, ყველასთვის, ხალებსაც ეხება და კაცებსაც ეხება ეს, ხო? და მე გაცილებით თავდაჯერებული ხდება ადამიანი, გაცილებით ძლიერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ სიგამხდრე არის, ან ვიდრე უბრალოდ სწორი კვება არის. ამის უკან ძალიან ბევრი უნარები აქტიურდება და კარმულ ენერგეტიკულ დონეზეც კი იცვლება ბევრი რაღაც ჩვენ ცხოვრებაში. დამიწერეთ კომენტარებით, თუ მოგეწონათ ვიდეო, თუ და გაინტერესათ ეს თემა და წარმატებებს გისურვებთ ყველას აი ამ სატურნის ენერგიის დაჭერაში, ესე რომ ვთქვათ, დროებით.